Tecer xançu Tesaq vextui badladi Tergalen sad pugui gimji Komras xuytredmi mishkumu Ladğer nishqba mushkurid chilet Mugulin arhiv shnirhamuvi Medil shkveshi mijilitvas Komras xuytredmi mishkumu Qacheran argamste shkhvaket Suli მიცვალებულის თბებაო და ეხვევაო ყველა იმ ცეცხლს და იმ ლამპარს სკულზე ჩვენ ყველა ოჯახი თავისთან ანთებს ლამპარს გძრის სასაფლაოზე ალბებ ჩოთმე ჩიმოალაჟი ლანშან ვაშრეთერაშნასკი Komraż wyśtmidmi miszkumu ახალ ეპიზოდს ვიწყებთ. ჩვენ ვართ სვანეთში, ჩამოვედით ფინეთიდან მოგვენატრა ჩვენი სამშობლო და თუ არა აქვს სხვა სადმო წავსულიყავით, ჩამოვედით სვანეთში და ვაპირებთ რომ გადავიღოთ ლამპრობა. ოღონდ ისეთი არა როგორც ყველამ ვიცით. სოფელ ლახიში, მულახის თემში ტარდება რადიკალურად განსხვავებული ლამპრობა. ეს არის უძველესი ტრადიცია, რომელიც მხოლოდ ამ სოფელში შემოინახეს და დღეს ვაპირებთ რომ გადავიღოთ. აიწყო ლამპარის დანთება. ეს სადაც წესი ჩვენ მოყვება ძველიდანვე ხალხიდან ჩვენ დაგვიტოვეს ეს სადაც წესი და ჩვენ ვაგრძელებთ ამას. დიახ და ვიცით დილას ადრე 9 საათზე საკლავი აუყავს ზევით მიყვებით არის ერთი ოჯახი ჩამტარებელია მისი კრუგში მოყვებით სოფელი ყველა სოფელში ცხოვრობთ 6 გვარი იოსელიანები, მარგიანები, ზურებიანები, ჟორჟოლიანები და მიტიანები. ეს 6 გვარი ცხოვრობთ და ყველა ვატარებთ თვითონ ყოველწლიურად ამ წესს კეისრობას, სვიმნიცობას ვეძახით, ვიკრიბებით ყველა რო ასულია მაშინ შელოცავენ თავარანგელოს ამ საკლავს ზედაშები მიაქვთ ზევით იქ აცხობენ ლემზირებს და რო ილოცებენ მერე გამოდიან გარეთ ზოგი მღერის ზოგი ფერხულს აბამენ იქ ეზოში მისი თავარანგელოზის ფერხულს მოყვებია ყველა უნდა ჩაერთოს იმ ფერხულში ეს დილას მერე შუა დღესაც ასე საღამოჟამს ანთებენ ლემპარებს ლემპარი უნდა წაიღონ
ყველა ამ თითქმის და ოჯახმა ცალკე ანთებს ოჯახი ლემპარს. Koça garı hospisi biçe olacaksın. კეისარს ნიშნავენ, კეისარს წარწერას უკეთებენ ჯვარს სახეზე, იმითი ნახშირით, პროსტორად და ნახშირით ჯვარს უკეთებენ და შემდეგ დაიწყებენ ჩამოსვლას. აქ დახვდება ხალხი, სოფლის ხალხი, დიდ პატარიანად რა თქმა უნდა, მათ შუქში იქნება ეს ამის ჩატარება ცერემონიალი და შევიპარა და ჩავკეტონ. აქ თელი ამბები იქნება. შედით მოვიდნენ. იწყება ვითომ აქ არ უშვებენ და ისინი ძალით მაინც აწვევიან შემოსვლას. და ბოლოს შემოიდნენ სადამს მოყვებიან შიგნით. ამ სადამის მერე სანთლებს მიაწებებენ ძევით ყველგან იქით-აქით და დაждდებიან სუფრაზე. ამას ჩვენ ვატარებთ იმიტომ რომ ეს ადათ-წესი არ უნდა დავივიწყოთ. იმიტომ რომ რაღაც მერე ვერ გვაქვს კარგად სოფელს დაცდილი, ეს არის ლოცვა და ლოცებით ამით ჩვენ და მოყვებით ყოველწლიურად თითო ოჯახით. კეისარს პატარა ესა აქვს ლაფათქა, ხის ლაფათქა. ის დაყვება ყველა სადებს თითქმის ვისაც გავხარდება იმას და ის არის ესე იგი გლოცავს ის კეისარი კარგად მიგვაჩნია ის რომ მერე ცოლებს ირჩევს. სამი ცოლი უნდა მიიყვანოს და გვერდით მოისვას. ასეთი წესი და ადათი გვაქვს. მხოლოდ აქ ტარდება ეს ადათ-წესი. ჩვენ აქ შემოჩენილი და აქამდე კეთდება და თუ არა სხვაგან ეს ამისი არ ვიცი. ლიმპარის დანიშნულება ეს არის რომ სული მიცვალებულის თბებაო და ხვევა ყველა იმ ცეცხლს და იმ ლამპარს. სგულზე ჩვენ ყველა ოჯახი თავისთან ანთებს ლიმპარს ძის სასაფლაოზე. ამ სოფლის მკვიდრი ვარ, ჯოღოლა იოსელიანი, ჭიჭიკოსძე. ანუ სვანეთში არ ამოსულ ვარ, რაც ის უბედური შემთხვევა მოხდა. ყველას გეცოდინებათ ნიკო ფალიანი. ჩვენი მეგობარი იყო და ყველა ამოსვლაზე ნიკომ ხდებოდა ხოლმე და ამ უბედურების შემდეგ არ მინდოდა ამოსვლა და ეხლა სვინის ლამპრობას ვიღებთ ლახირში და აი ეს წავედი რომ გადავიდე ნიკოსთან. არ ვიცი ეს არ მიყვარს ხოლმე ეკრანიდან ამ ყველაფრის მწუხარების გადმოცემა, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ მთელი სვანეთისთვის არის
ეს ამბავი ძალიან დიდი უბედურება. ნიკო გავიცანი უშბის წვერზე იყო ასული. და ნანო მითხრა რომ ჩემი ძმარიო უშბის წვერზეო ყველას გექნებათ ეგ კადრები. აი აბაცდი. კარგი, აი ორი ნაბიჯითაც მერდება. უნიკალური კადრები არის, არ არსებობს მეორე. უშბის წვერზე არის ნიკო და მე ქვემოდან ვარ დრონით აფრენილი. იქ იყო ასული და იქიდან მირეკავდა რომ აბა ამოფრენდიო დრონითო და მაგის შემდეგ ყოველთვის სვანეთში ჩამოდიოდით, აქ იყო ხოლმე ხდებოდა და რაღაცების გადაღებაში მეხმარებოდა და გამპრობა ვერ გაივლიდა ისე რომ მე ნიკოს აფლავზე არ გადასულიყავი. და ეხლა ამიტომ წამოვედით ლახილიდან გადავალთ ნიკოს აფლავზე და მე ისე უკან დავბრუნდებით. მე-14 აი ეს ნახე ეს ნაგებობა და ამბობენ რომ აქედან არიან გაყრილი მე ყველა იოსელიანები. აქ ამ სახში აქ აგეს სახლი მესტიდან რომ ამოვიდნენ. პუშპუშელა. ახთა შენი ოცნება. ნახე გელაპარაკები. ნახე რა. აუ. ეს ახლა ხელით უნდა ქნა, მაგრამ ვიდეოსთვის ჩქარო. აი ეს უნდა იყოს. აი კუბდარი არის ეს. კუბდარი არის ეს. და შოკი არის. რა ბედნიერი სახეა. და ხელით აი ეს უნდა. ახლა ვიღარ ვასწრებ და მე ლახირი არის ულამაზესი. აი ყველაზე ისეთი ავთენტური არის ლახირი და ქუჩებში შემოვედით რომ რეალობა ვნახოთ. წარმოუდგენელია, მართალია თოვლი არ გვაქვს და ამან ძალიან შეგვიშალა ხელი. 10 დღე პლუსი არის და დნება და ცოტა პრობლემა არის თებერვალში. სამწუხაროდ კლიმატის ცვლილება არის, სხვა არაფერი. ერთი კოშკი, ორი კოშკი. უკლეთ, რისი თქვა გვინდოდა, არ ვიცი ხა რამდენად იქნება ამ ეპიზოდში ავისი ადგილი, მაგრამ მაინც მე მგონი რომ ჯობია ითქვას. ახლა ვართ ლახირში, მულახის თემში, სვანეთში. იოსელიანების სოფელიც არის და ახლა ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ახლა ამ ხედს რო გავხედავთ, ძალიან ლამაზი ხედია. ესეთი ავთენტური, ძველებური არ არის არაფერი ისეთი შემაწუხებელი დეტალი, მაგრამ სამწუხაროდ ესეთი პეიზაჟები და ესეთი პანორამები უფრო და უფრო ცოტა რჩება სვანეთში, კიდევ უფრო ცოტა არის მესტიაში, უშგულში. ეს დიდი პრობლემა არის ტურიზმის განვითარებასთან ერთად გახდა საჭიროება რომ მეტი დასარჩენი ადგილი ყოფილიყო, მეტი ახალი შენობა ჩაედგათ და ძალიან ხშირად ეს კეთდება ძალიან უგემოვნოთ, ძალიან პირდაპირ შეგვიძლია თქვათ რომ მახინჯი შენობები იდგმება ძალიან ბევრი, რაც ძალიან აფუჭებს ამ სილამაზეს, რაც აქვს სვანეთს. ყველაზე მტკივნეული ის არის, ადგილობრივისგანაც მომისმენია, რომ რაღაცა ეს 300 წლის წინანდელი მაჩუბის დანგრევა უნდა და იმ ადგილზე უნდა რომ კაფე-ბარი გააკეთოს და ეს მას გონია რომ ძალიან კარგი და კარგ საქმეს აკეთებს ესე გორია და სიძულეში ალბათ ვერ ხვდება იმას რომ იმ 300 წლის წინანდელი მაჩუბის გამო ამოდიან უფრო ეს სტუმრები, გინდა ქართველები და გინდა უცხოელები და ეს აინტერესებს და არა ეს მისი მოწყობილი კაფე ან რესტორანი, რაც არ უნდა გებრიელს საჭმელს ამზადებდნენ შიგნით და მაგაზე გვაქვს რა ის უნდა ითქვას ალბათ მაინც ვიღაცებისგან კი მომისმენია, მაგრამ ესე ჩემ გულს რო შეხებოდა ეგრე არ ყოფილა. შეიძლება რაღაცა ესეთი
თანამედროვე, მაგრამ შედარებით არაშემაწუხებელი მასალების მოფიქრება. ამას ჭირდება არც ძვირი არ დაждდება და არც შრომატევადი არ არის ეს პროცესი. რაღაცა ერთ ლამას ჩარჩოში რომ მოექცეს ყველაფერი, რომ არ მოხდეს კიდევ უფრო მეტად დამახინჯება. ხო, რა ვიცი, ხა ჩემთვის ეს პეიზაჟი არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, თეთრმოლდიარი ფონზე, აქ ესეთი სამი საუკუნეების წინამდელი კოშკები შეიძლება ეს ძროხებიც რომლებიც ესე ქუჩაში დადიან ეხლა თქვა იტალიაში შეიძლება ნახოთ კოშკები და ლამაზი არქიტექტურა მაგრამ აი ესეთ რამეს იტალიაში ვერ ნახავთ აი ქუჩაში რო ძროხები დადიოდნენ ეს მარტო აქ არის და მე მგონი რა ვიცი ეხლა ევროპის ქვეყნებში არცად არ იქნება ესეთი და ის ტურები რომ მოდიან ზუსტად ეს პოწონთ ეს არის ძალიან ავთენტური და ესეთი რაც შეიძლება მალე უნდა შევაჩეროთ ეს თორე გვიანი იქნება. იქ რაღაცების აღდგენა მე შეუძლებელი არის ხოლმე. ძალიან როცა დამახინჯდება რაღაცა, იმის აღდგენა უკვე პრაქტიკულად შეუძლებელი არის ხოლმე და როგორმე ეს პროცესი უნდა გაჩერდეს. აი ხანდახან ის ბიფიქრია, რომ ესე ქაოსურად ტურიზმის განვითარებას ჯობია საერთოდ არ განვითარდეს და შესაბამისად ტუარი და ტურისტი რო არ ჩამოვა, არც ადგილობრივი არ დახარჯავს ფულს და უფრო კონსერვაცია მოხდება ამ ყველაფრის. ესე ქაოსურად განვითარებას ყველაფერი ჯობია ნამდვილად რა. ნახერა ლამაზია. დროებით ეს ჩვენი სიწმინდეები რაღაცა შეძლებს დაგვარად რაღაცა იმითი იბასქენით თუ არ დავაზიანოთ რაღაცა მოუფრთხილდით ეს ყველაფერი მე-10 საუკუნე არის ძველი საძირკველი რაც არის ტაძრის ხაწერა რესტავრაციის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ღვთის მადლით აგერ აი იოანე ახარებელი არის ჩვენი მოციქული და აგერ შემოვძანდეთ იხატება ახლა მეუქვე ილარიონის კურთხევით ეს ალბათ უფრო მე უფრო მკვეთრი იქნება ეს ჯერ არის ხო რა თქმა უნდა აბა ეს არის შავი სამუშაო ჯერ ახლა მიმდინარეობს საწყისი ეტაპი არის ჯერ მხატვრობის სვანეთში დამახასიათებელი რაც არის ძველი ფრესკები ყველა არის ახლა ამ ტაძარზე ბევრად დიდი ტაძრები არ ვიცი ბევრი არ არის ძველი ტრადიციულად და აქ სულ არის გათვლილი აი მრევლი მის დგას იმაზე გათვლილი ის მის უყურებს იქ ქვევიდან ზევი ესე ვცდილობ რომ მეც გავაკეთო ახლა აქ მე სურას რო უღებ ჩემს ნამუშევარს ეს ახლა აქედან რო უღებ ის არაფერია არ მომწონს მაგრამ ქვევით რო შევდივარ იქიდან არასიმეტრიული ხო როგორ საინტერესო არის ხა ამას გამოცდილება უნდა დიდი ისინი და მე მყავდა მადლობა აღმოჩნდა კაი პედაგოგები მყავდა მასწავლებლები მყავდა კარგი მხატვრები რაღაცა ოსტატები მყავდა ვისაც აკდეს ჩემთვის რაღაცა აი მოგწონებრივი მაყურებლისთვის როგორი ის არის რა უცხორო არავინ არასდროს მე მაგათად არასდროს არ მიფიქრია როგორი იყო ეს იოანე მახარებელი შეგვეწიოს ყველას ამენ ამენ თქვენ საქმესაც ჩემ საქმესაც ყველა საქმე შეეწიოს იმიტომ რომ მახარებელი ერთადერთი მოციქულია რომელიც საკუთარი სიცოცხლით აღესრულა
ერთიც დაიყო Land Cruiser-ის და კან დაეშვა და ეხლა აბა მეორე ეზუმე. ჩვენ დადაბლება გვინდა გვეჭველი. ვეც მეორე მგონი. Land Cruiser-ების ტაკომა. საბურავები. Das real. Oh, ვაიმე მირიან გაიქეცი. არა იყო საჭე. გაიქეცი კითხო. მიუშვი ბიჭო, მიუშვი. უნდა დაგვიცეს თავს. ერთი კომენტარი როგორ აჯობა ტაკომამ Land Cruiser-ს. ეგ არ გვინდა. უშგულში ამოვედით და აქ საკმარისი თოვლია. ნუ ძველი, მაგრამ მაინც იმას მიაზუმე. სრულიად ჩარჩენილი არის მანქანა. აი ეგ მანქანა. ეგ გაიცანით მანქანა. ჩვენი უშგულში გადმოსვლის მთავარი მიზანი ფრიდონ ნიჟარაძის სახლ-მუზეუმში მოსვლა იყო. ჩემ პირად არქივში მაქვს შემონახული წლების წინ გადაღებული ვიდეო. ამ კადრებში ფრიდონი ჯერ კიდევ ცოცხალია და პირადად გმასპინძლობს. ამ დროს ბევრმა არც კი იცოდა უშგულელი დალის შესახებ და მგონია, რომ ფრიდონი ბევრ სხვა ქართველთან ერთად სიცოცხლეშივე სადონატოდ ვერ დავაფასეთ. არის 12 ხომგურია. იმიტომ რომ ძველად თქმაში ღმერთს ყავდა 12 ძმის შთამომავლები გამორჩეული ერი. ახალ თქმაში ქრისტეს ყავდა 12 მოციქული. და სვანეთში აბსოლუტურად ყველა გასარჩევი საქმე საერო გაირჩეოდა 12 კაცის მიერ. ხო, 12 თვეა ის 12 ნაფიციმსაჯული. ხო, ნაფიციმსაჯული 12 საათით არის დღე და ღამე შედგენილი და ასე შემდეგ, მაგრამ ფრიდონის ნახატში სულწოვანი არ არის ადამიანი. ხო, 12 თვე არ იმყოფება ბედესმოს ეს ხო. ხო და ფრიდონის ნახატში მე ამის მსგავსი იყო. 9 თვე იყო. 9 მაცხოვარი არის. ხო. და ნახე, ესე იგი კოშკის ზემოთ რომ თევზი მიდის. ესე იგი ჰაერში რა უნდა თევზსო იტყვი. აქ მე ასე მივხვდი რომ გამოსახული აქ ის რომ კოშკში რაც არის საიდუმლოებები განიუთებული, ანუ ქრისტიანობამ გაცხადებულად რაც გაგვიცხადა. იმის გარდა დაფარული ცოდნები ხო აქ უფალს. და იმ დაფარული ცოდნების ჩამწვდომი, რადგან თევზი ღმერთის სიმბოლოა ერთგვარად. ხომ იცით 5 პურით და რამდენიმე თევზით მაცხოვარმა რომ დააპურა, ესე იგი ხალხი და სხვადასხვა სიმბოლურად პირველად მებადურებთან მივიდა მოციქულები როცა აირჩია, ანუ თევზი ერთ-ერთი სიმბოლოა უფლის. სიტყვით ეხა თქვენ ძმას. მაპატიეს. არასწორად ვიქცეოდით, ხო? ჩვენ უყურებდით როგორც გის, არანორმალური. თუ არა ჩვენ ვიყავით, მთელი ქვეყანა იყო არანორმალური. ის იყო ნორმალური. ნორმალური ადამიანი და პლუს აი არაჩვეულებრივი ნიჭი. ჩვენ რო ვეკითხებოდით, რომ აი ეს სხვანაირი ნახატები როა, საიდან მეთქის, რატო ხატავ ეგეთ. ხო და მაგათ მე ვხედავ და თუ ერთხელ ვნახეო, მეორედ ვნახეო, არ დავხატაო, მაგრამ მესამედას თუ ვნახეო, მაშინ უკვე უნდა დავხატო და დაავლებდა ამ ჩარჩოს ხელს, ან თუ ჩარჩო არ ექნებოდა, გააკეთებდა, ან დაეხმარიებდა ვინმეს და მერე ხატავდა ისე, რომ აი მართლა ის დახატვის პროცესი რომ კონდეს გადაღებული კარგი იქნებოდა. მე მახსოვს ერთი ნახატი მე ვიყავი აქ და აგვიხსნა. ეს იყო კოშკი და თევზი ეხატა, ეხლა ვერ პოვლობ რომელი არის. აგვიხსნა რომ იქ ხალბატონიც იყო არ მახსოვს და რაღაცა კოშკი და თევზი და რაღაცა ძალიან ღრმა აზრი იდო შიგნით. ყველაში არის პატარ-პატარა საიდუმლო. რომელსაც წაიკითხავ, რომ დაუკვირდები და ეგეთი რაღაც. მაგალითად ეს არის ეუბნებოდა ამ ნახატს ქვია ბაბილონის მეძავი. და აქ გამოხატული არის, რომ ნამეტანი ამბიცია.
დამღუპველი ცუდი არისო. ამბიცია არა თავისთავად, მაგრამ ზღვარს გადასული ამბიცია. აი ეგ არის მაგალითად, რომ ადამიანები ერთმანეთზე რო ვართ გადაკიდებული და ფეტვის ხელა დედამიწისთვის რო იბრძვიან. ეხლა ცხოჩხუბობენ რა. სინამდვილეში სოფრო და სამყაროში ეს დედამიწა ფეტვის ხელაც ვერ არის, ხო? ეს ფეტვი იმიტომ არის, რომ ბავშვობაში ჩვენ რო ვაჩხუბებდით ამათ, სულ ვაჩხუბებდით. ქათმებს, ძაღლებს, ხარებს. და ქათმებზე ვაჩხუბებდით, რომ აი ფეტვი გიყრიაო, ფეტვი გიყრიაო. პატარა ოთახი აქ იწვა, აქ მუშაობდა და ეგ იყო მისი ოთახი. მე კარები მერე გამოუცვალეთ კიდეც. ფსიქიატრიულზეც რომ მოგვიყვეთ, რა მოხდა საერთოდ, რატომ აღმოჩნდა იქ და ალბათ ოჯახისთვის ეს ძალიან მძიმე გადასატანი იქნება. რა თქმა უნდა, მძიმე იყო. ნუ აღმოჩნდა თბილისში სწავლის დროს, ხო? ეს მხატვრები ერთ კორპუსში იყვნენ, სტუდქალაქი ერქვა მაშინ. იქ ვაკეში. ბაგებში ბოლოს. ბაგებში და აი ჰქონდათ ამათ დიდი ანტისაბჭოური ლაპარაკები მთელი ის. ხო და მერე სვამდნენ კიდევაც ეს სასმელს ისე ვერ იტანდა. და ცოტა ხმამაღლა ჩვენი ახლობლები ფუნქციონერები იყვნენ იმისი კომუნისტები, იმათაც აგინებდა. ბოლო ამოყო თავი ფსიქიატრიულში. ანუ ხატვის გამო არ მოუყვია, პოლიტიკური შეხედულებების გამო იყო რეალურად. ალბათ პოლიტიკური შეხედულებების გამო. და ეს ახალგაზრდობის, სტუდენტობის პერიოდია. სტუდენტობის პერიოდი. მაგრამ ვეშგულში მაინც არ თვლიდნენ თლად საღად მოაზრონეს მისი ნახატებიდან გამომდინარე. არ თვლიდნენ კი არა, არ თვლიდით. ეგ იყო სამწიხ. ცოტა იმად უყურებდით ჩვენც. რატო რა გაძლევდათ მაგის საშუალებას, აი მაგ ფიქრის საშუალებას? ჩვენნაირი არ იყო. რა გამოარჩევდა? ჩვენ ხო ეხლაც ვერ ეგუებიან სხვანაირს, ხო? ხო და რა გამოარჩევდა? აზროვნება? აზროვნება მე მაღლა იდგა ჩვენზე. სიტყვით არ გამოხატავდა, მაგრამ ეხლა უგზნობ, რომ ის ჩვენზე მაღლა იდგა. ის ზემოდან გვიყურებდა და ჩვენ ვიყავით საცოდავები. ჩვენ ვიყავით არანორმალურები. ის კი არ იყო არანორმალური. ცხოვრება იყო არანორმალური და იმ არანორმალურთან თვითონაც არანორმალური იყო. მოკლედ კოლეგები ვართ, ესე იგი ჩვენც იქ წყალტუბოში ოტიას სახლზე ვუვლით თქვენი ძმისას და ოტიაზე ქონდათ რაღაცა ამბავი. ხო, რამდენიმე წლის უკან წელი აღარ მახსოვს სამწუხარო და მე და ჩემი ბიძაშვილი მივდიოდით ერთ ადგილას და კოლია ქვია. ნახე ოტი არ არისო, ბატონი ოტი. შევხედეთ ეგრე ყალიონით იქ ჩვენი ახლობლის ეზოს გარეთ ჭიშკართან. და დილას ადრე არის მზე ამოსული კარგად ვერ არის. და იქეთ უყურებს. მივედით, გაგვიხარდა, როგორ ბრძანდებით ბატონო ოტია რაღაცა და ცუდად. აი ჩვენ დაგათროთ იმ ხაზეინმა უთხრა, ხაზეინი არა შეუსწორა მაშინათვე მაინძელიო. ესენი რას დამათრობენ კაცო, ისე რომ უსვამთ ყველა ვითრობითო, მაგრამ და ეგეთი რაღაცა და ცუდად იმიტომ რომ გავიგეო რომ სვანებიო იმ ბარსელონაშიო მეც ვიყავი იქო და 20,000 არისო თუ რაღაცა. აქედან ხალხი რომ მიდის, ესე იგი ცუდად არის მდგომარეობაო, ხო? აი ნახე. ემიგრაციადია. ემიგრაცია და თუ ქვეყანა ცუდად არის, მეც როგორ ვიყო კარგად. დასამახსოვრებელი ის მე სუფრა გამზადეს უკვე დიდი სუფრა რაღაც შემწვარი ეს და მაგას ეჩქარებ. ახლა მულახში უნდა ჩავიდეო. იოსელიანების სოფელში. იოსელიანების სოფელში, კი. და ამათმა უთხრეს ეზარებოდათ მაგის დატოვება სუფრის სხვებს. ამან ყავადალია და რაღაცა და წავიდეთ. გვილია რამეთი რომ ჩვენი გამოცდილება ჩვენ უკვე ოტი ადრე გარდაიცვალა და გამოცდილება გვაქვს რაღაცეებში. და თუ რამეში შეგვიძლია ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ ნებისმიერ საკითხში სიაურებით რომ ეხლა აქ
ელემენტარულად ნამუშევრებია და საშიში ის არის რომ სახურავია თუ არის წყობაში რომ რამე პრობლემა არ შეექმნათ ნამუშევრებს ეხლა ოდიას დანაწერი აქვს და ნაწერები რაც არ უნდა იყოს წიგნის ერთი წიგნი დაზიანდება მეორე გადარჩება და ეს ხო ერთადერთია და ამას სხვანაირი მოვლა და ის ჭირდება პატრონობა და თუ რამე ისეთი შეგვიძლია ჩვენი გამოცდილებით რომ რამე დახმარება გაგიწიოთ აუცილებლად აბა კარგად დაბრუნდით მესტიაში, ლაილაში ვართ, აქ ცეცხლი აინთო და შიგნით ნუცა ამზადებს თავის საფირმო ხინკას, რაც უნდა გაგიკვირდეთ, შიგნით არის მთელი ამბები. მერე აქ, აი თამუნა ცეცხლს ანთებს, რომ ნამდვილი ქართული ხინკალი მოიხარშოს და ეხლა ვნახოთ შიგნით რა ხდება. ოდია იოსელიანი რესტორნის შესასვლელში აგერ ცომს აფტყელებს. აი ესეთი ცხოვრება დადგა. გაჭირვება მაჩვენე მოზელას გაჩვენე ეს რადგან ვცებ გადავწყვიტეთ რომ ჭიქით ამოვჭრათ ხახვი რომელიც დავაბლენდერეთ ეს მარილი ეს ძირა იგივე გიცრული როგორც სვანები ეძახიან არა კიდე უნდა And look at me. And put. Okay, hard. Yes, hard. I got it. Chinetidan. Nice. Yeah, it's my first one. Yeah. It's called hingali. Hingali, yes. Georgian dish. It's perfect. Yeah. Yes, yes, yes. Ashtavichero avitsi dardi da sikharuli take look dardi da sikharuli Presents. Eat it. მე ქართველი ვარ. ყველა პარაკი. ქალაქიდან ჩამოვედით და ეხლა უნდა ვცადო ბავშვობის მერე არ მომიხვევია ხინკალი. დედაკი მთიული მყავს და უნდა ვიცოდე წესით, მაგრამ სისხლი მაინც თავის ეშოვა. ნახე როგორ აუგოუცებ ალღო. Okay. მე მგონი მე და მირიანი ერთად სადაც მოვხვდებით ხინკალი გარდაუვალია. ეხა უფრო თამამად ვახვევ ხოლმე, მაგრამ მასწავლებელი რომ იდგას. მაინც ხო იცი რა დაბნევის მომენტიც არის. პატარძალი რომ გამოყავთ ხოლმე, ხო იცი და გასაუბრეთ, მე მოხდება რომ მასწავლოთ შეიძლება. აუცილებლად. აი ამით ვიწყო, აი ჩემი როგორ აუში შემდეგ. ეს კაი ბიჭია, ხო იცი? კაი ბიჭია ეს. ორჯერ ასა. This guy here. შევედით ბატონ ბესოსთან. ცოტა უცნაური ამინდი გვაქვს მესტიაში შუა თებერვალში წვიმს, მაგრამ როგორ
როგორც გითხარი, ბაბუა, მამა იყვნენ ხისოსტატები და ამას მიყვებით. ბაბუის სახელი კარგად მითხარი? ბაბი. არის ზოგადად? ბაბი უფრო ქალებს ასე ვთქვათ, ბაბი. კაცებს უფრო ბაბი. ბავშვებს ასვასწავლი, დიდებს ასვასწავლი, საკრავებს, სიმღერას და ეს. ეს სიმები რა მასალა არის ამ საკრავებზე? ჩანგი თუ ჭუნირი კონკრეტულად. აი რა ვიცი, და მაგას სხვა ეს ხო ხა თანხმობის მასალა არის. ხო, ნახეთ. ადრე რა გამოიყენებოდა? ეს არის ჭუნირზე კეთდებოდა ცხენის ძუა. ცხენის ძუა. და დღეს გვაქვს ცხენის ძუის შემცვლელი მასალა. უფრო მდგრადია, თორე ხმაზე არ მოქმედებს. უბრალოდ ცხენის ძუას იმდენად მიკრობზარები აქვს, რომ ადვილად იმტვრევა და სულ უნდა უცვალო და წვრილდება სიმები და ნუ ჩანგზე ჩვეულებრივი სიმები, რაც სიტყვაზე ფანდურზე მიდის. ეს არის ჩემი დამღა, ესე ვთქვათ, ბესიკ ფირცხელა. და თუ რამე ისეთ კარგს და ღირებულს ვაკეთებ, ჩემ დამღას ყველგან ვტოვებ. პირიანის შეკვეთა არის ფურცელზე უკვე. კაი. ჩემი მე როგორც YouTube-ისთვის რაღაც უფრო განსაკუთრებული. მუზეუმისთვის არა, YouTube-ისთვის უფრო განსაკუთრებული, ვიდრე მუზეუმისთვის. ანუ პირველი YouTuber-ი ვიქნები, ვინც ეს რაღაცას აკეთებს. სუპერ. კი ბატონო, კი ბატონო. კაი აზრი არის, უბრალოდ უფრო დაკვრა არის განსხვავებული და არა ვიზუალი. და ვიზუალური, აი ჩემ ჭუნირზე უკეთესი არც გამიკეთებია და არც გავაკეთებ. არა ნაკლებიც არ გამიკეთებია, მაგრამ ყველას რა უნდა იცი, აი შენ რო უკრავ, მაშინ სხვანაირი ხმა აქვს და მე თქვენს დაუკარით ბატონო ესე და ეკნება ხმა. არის ის საკრავი იმისთვის რთულია და ვინც ის იმისთვის იოლია, ნუ გააჩნია ვისთვის. და ჩემთვის მარტივია, იმიტომ რომ თითქმის ნახევარ ცხოვრებაზე მეტი მაგ შეხება მუშაობასთან, ამოჭრასთან, ხეზე კვეთასთან და აქედან გამომდინარე, ჩემთვის არ არის რთული, უბრალოდ ეგ არის რომ ბევრი დრო მაქვს. ბევრი დრო სჭირდება, ხო რა. აი რაღაცა. ჩვენი იმიდან მოვდივართ, ამდენიდან. εμείς გაკეთებული მარანს ვეძახდი ჩვენ ახლა. ასანთლე არა, საკვარი. კვარს დებდნენ რომ გაენათებინა, ანუ ლამტარა ალქვია სვანურად. ყველას ჰქონდა თავისი ინტიმური ენა თავის ჩვილთან. და ამიტომ ბევრნაირი ნანა არსებობდა. ბებია ჩემს ყავდა 5 შვილი. და უფროსი იყო 13 წლის ქალიშვილი. და ყველაზე უმცროსი, ანუ იმ დროს ყვები, როცა ეს ამბავი მოხდა. ყველაზე უმცროსი იყო 6 თვის. გიგო. ხო და რეპრესირებული ოჯახიდან იყვნენ, ანუ ბაბუა ჩემი სადღაც იმალებოდა, გაიყინა მერე და მოკლედ დარჩა ამ 5 შვილით, ამ რთულ გარემოში და რთულ პირობებში ეს ქალი, მკვრივი. და ვისი იმედიც ჰქონდა დედას, რომ ძიმე პირობებს ცოტა შეუმსუბექებ და ეს იყო 13 წლის ქალიშვილი. მაგრამ უცებ ისიც რაღაცნაირად ავად გახდა, მაშინ არც ექიმი არ არსებობდა ისე, არც. მოკლედ ვერაფერი ვერ გაიგეს, რა სჭირდა და ის იმასაც იძახდნენ თურმე, რომ იმდენად ლამაზი გოგო იყო, რომ იელის ყვავილივით დაჭკნაო უცებ. და სიკვდილის წინ დედას თქვა, რომ ემღერა ნანილა. და სწორედ ამ ნანილათი გააცილა ქალიშვილი საიქიოს დედამ. და შემდეგ თურმე როცა შემოაწვებოდა ეს დარდი ამ ქალს, ანუ ბებია ჩემს, იღებდა ჭუნირს, რომ სხვა შვილებს არ ეგრძნოთ მისი ტკივილი და ვითომ მღეროდა შვილების დასანახად სინამდვილეში დასტიროდა და ცრემლები სდიოდა და მაგდროს მამა ჩემი ყოფილა 5 წლის და დააკვირდა ეთყობა ბავშვი, რომ როცა დედა ინსტრუმენტს იღებდა ხელში, ყოველთვის ცრემლები სდიოდა და ვიფიქრეო, რომ
მოდი ახლა დავამტრევ ამ ჭვინირს რო არ ექნებაო მე აღარ იდირებსო და უკეთ გადაუტეხია ტარში ეს ჭვინირი და მე ერთად შევაკეთეთო და მითხრაო რომ როცა ძალიან გაგიჭირდესო ცხოვრებაში რაღაცა თორსა ძალიან მოწყენილი ხარო ზო ძალიან დაგეხმარებო ჭვინირიო და უკეთ იმის მერე მამაჩემიც უკრავდა დღეს ეს ეპიზოდი აქ სრულდება. იმედია მოგეწონათ. გამოწერას და გაზიარებას ნუ დაიზარებთ, იმიტომ რომ ნამდვილად გვჭირდება რომ უფრო წინ წავიდეთ, უფრო გავიზარდოთ და უფრო მეტი რამე შევძლოთ. აი აქ არის, მარტივია, ერთი ღილაკს უნდა დააჭიროთ და ჩვენ ძალიან დაგვეხმარებით ასე რომ არ დაიზაროთ და მომავალ ეპიზოდამდე.